ქართული წიგნის კლუბმა კანადაში უსასყიდლოდ გადმოგცა ბილეთი. რობატონ დანიელი წავიყვანო ის ამონოს შობის საღამოთი და ძალიან მადლიერი ვარ და სანამ წავალთ მე მინდა წერილი, რომელიც დედაჩემმა დაწერა ჩამოსვლამდე 4 წლის უკან, არც ვიცოდი. დაწერა ჩამოსვლამდე და მე გუშინ წინ ვიპოვე, არ წამიკითხავს, რაღაცები ვნახე, მაგრამ ესე რო ავიღე, შემთხვევით წამეკითხა, თუმცა არ წამიკითხავს, მინდა რომ თქვენთან ერთად წავიკითხო, ეს გახლავთ წერილი წარსულიდან, რომელმაც მომიკაკუნა გუშინ წინ. და დედაჩემი სანამ აზრზე იყო, სანამ ჩამოვიდოდა 4 წლის უკან, წამოსვლამდე დაწერა. და ასე მგონია, მოკლედ იდოეს ყველაფერი გადავაგდე, განვაახლე ენერგია, წარსულის ყველაფერს ყრიდი, მოკლედ ჩემს საბუთებს, დედაჩემს საბუთებს, რომელიც არ არის აუცილებელი და მაგ დროს აღმოვაჩინეთ, ნახე დედაჩემის ჩანაწერების წიგნაკი, იქ უწერი აგრეთვე ისიც რა ქვია, ვის რო ჩემი ნომერი, კანადის ბევრის ნომერი, ესე ხელი დაწერილი და აი ეს წერილი. სანამ წერს წავიკითხავ, უდიდესი მადლობა ყველას, აი ბოლოს ვინც გამომწერა, ლეილა, ხათუნა, ჩამოწერილი მაქვს ყველასა თითქოს გადაგიხდით მადლობას. შეძლებს დაგვარდ უკვე 9 საათნი ვართ ინსტაგრამზე, არ მჯერა. დიდი მადლობა, რომ დამიფოლოვეთ ინსტაგრამი, უდიდესი მადლობა, გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამ გვერდი, იქ დავდებ უნიკალურ. მე შექმნი ხელნაკეთ ნივთებს. ძალიან ისიამოვნებთ, ნახეთ ესეთ რაღაცებს. არა მხოლოდ ეს გახლავთ ახლა ჭიქის დასადები. თუმცა აი ძალიან ბევრი მაქვს, ძალიან უკვე დავდებ ყველაფერს და თქვენ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და აფოლოვეთ ჩემი ინსტაგრამ გვერდი. ეპოქსიდი ხელნაკეთი ნივთებისათვის შექმნილი. აი ია საქართველო. აუცილებლად ახლა თან სწავლის პროცესში ვარ. თქვენთვის უპირობო სიყვარულით ვამზადებ ყველაფერს. ეს ნახეთ, ესეთი არის. ნახეთ, მთელი ცხოვრება, ესე იგი, სულ ხან ტელეფონს ვაყენებ, მივარდება, ნერვები მეშლებოდა და აჰა ვაჩუქე ჩემ თავს. ესე შეგიძლიათ თან ჯიბის ჩაიდოთ, დაუშვათ. წაიღოთ სადაც გნებავ. გამოიყენოთ, ესე ამოვიღებ. ესე გავაკეთებ. ესე ამოისუნთქე. აი რა თვლი ცხოვრება. როდესაც თავად იადვილებ, ვერ ჩაიდე. და მოკლედ აი სულ ხანსად მივარდება ეს ტელეფონი, ესე მივაყუდებ, დავარ და მივყო და აჰა. მადლობა ჩემ თავს, ხო და თუ თქვენც ასე ძალიან გინდათ გაიადვილოთ ცხოვრება, ეს შეგიძლიათ რომ შემიკვეთოთ. სად? რა თქმა უნდა, აივზე გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამი, დამაფოლოვეთ და იქ ნახავთ საოცარ ხელნაკეთ ნივთებს. ეს როგორც გქნებავთ ისე. უბრალოდ მე მომწევს ის მხალი, ის ნახეთ უფრო ის. ეს კარტია იგივე არის, მაგრამ მხარის ვანჯობ უფრო პრიორიტეტზე. ისე მადლიერი ვარ, ქეთის ჩემი თავი ყველას. მოკლედ. და ახლა რისი თქვა და კიდე რადგან მადლობას ვამბობ, უდიდესი მადლობა, როგორც გითხარით, ქართველები გაემართნენ ემიგრანტები, თქვენ ვინც ხართ საქართველოში, რომ დედაში შეუმსუბუქონ ყოფა. მოკლედ დაეხმარნენ შეკრიბეს ფული დედაჩემს, უდიდესი მადლობა, რომ ასეთი სურვილი გამოთქვით ჩემი ოჯახის დახმარებისთვის, ღმერთო ჩემო და ეს სასწაულებით ახსილი ყოფილიყოს. იცით როგორ დაგიბრუნდება, საოცრებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მე მწამს და ჯერ ამის და უდიდესი მადლობა გაბრიელის დედას, მთხოვა რომ სახელი არ თქვაო ჩემი და მარტო ამას ვიტყვი. უდიდესი მადლობა გაბრიელის დედას, რომ პირადად მე ჩამირიცხა $300, რომ მეც მინდა პატარა წვლილი შევიტანო. სასწაულები ხდება ჩემ ცხოვრებაში და უდიდესი მადლობა გაბრიელის ჯერ საოცარ ეს შემთხვევით არ არის, რომ თქვენ ბრძანდებით გაბრიელის დედა.
საოცრება მოხდება თქვენს ცხოვრებაში 2026 წლიდან. სასწაულები და ყველას უდიდესი მადლობა იმ $5-ისთვის. ყველაფრისათვის უდიდესი მადლობა და ახლა გადავიდეთ ყველას ვინც იწერთ დედა 900 არჩევ 900 ეს გოგო თავად იშრომეს ჩამერიცხა $300 მარტო ჩემო რამინა მამა თომა ყველას ხატიას ვინც აი ესე კლუბში დაგუპატიჟა უსასყიდლოდ რომ ჩემშვის გაავლამაზო შობის ღამე ახლა მივდივართ ანუ წინასწარ ხო წინას ახალწლ განწყობა შევქმან უდიდესი მადლობა ყველას მადლიერი ვარ და მადლიერი იხარეთ და გახარებული იყოს თქვენი გულები ეხლა დავიწყოთ წერილი ცოტა ხელა თუ რამე ძალიან პირადული იქნება წინასწარ გეუბნებით რომ არ წავიკითხავ რაც დედას ეხება ის თუ წერია მე არ წავიკითხავ რაც მე მეხება ასე თუ ისე გავაზიარებ ნახოთ კიდე რა მეხება ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ჩემ მეხება და კიდე რაღაც დედა ჩემის პირადული არის ნუ რა თქმა უნდა ჩაქსოვილი ამასაც ვერ აქ თვალი მოვკარი წერ და დედა ჩემი შავკანიებნების მიმართ ანუ ბავშვის მამის მიმართ ხომ გონდა ძალიან ისეთი დამოკიდებულება და გასაგებიც არის რა ჩაგვიდეს ჩვენ უცხოს მიმართ უცხოს მიმართ სიძულვილი რაღაც ჩვენ ყველა ერთნი ვართ და თუმცა რა სურვილიც ქონდა დედას ის შესრულდა მე და ის ადამიანი არ ვართ ერთად დიდ პატივს როგორც დანიელის მამას თუმცა ჩვენ აღარ ვართ ერთად მას ყავს უკვე თავის საოცარი ოჯახი აქედან გამომდინარე დედას რაც უნდა და ის შესრულდა და ახლა ვიწყებ ხელა ნახეთ დავიწყოთ ანაშვილო უკვე მეტირება ანაშვილო მიყვარხარ დილას აღა წერილი წარსული და დაიასე გავუშვა მე წარსული დროა სიახლის ჩემ ცხოვრებაში სასწაულების და თქვენი წყალობით უკვე ხდება სასწაულები მადლიერი ძალიან ბედნიერი დილას საღამოს შუა დღეს დავდივარ და შენზე ვფიქრობ შენ გლოცავ შენ გესიყვარულები მართალია ქეთი მარინა თია თავს მევლებიან მაგრამ ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემგან ძალიან შორს არის გესიყვარულები გეფერები მაგრამ რა ვქნა ყველაფერი სიცოცხლე დავთმე შენი ბედნიერებისათვის გაგიშვი ეს ყველაფერი გაპატი ახლა შენ იცი როგორ გამოიჩენ თავს გეყოფა ახლა შენ მიზანი გაქვს შვილი გყავს გასაზრდელი მას უნდა შეუქმნა პირობები ის უნდა გააბედნიერო დაიმახსოვრე კაცი არაფერია მას გასართობად უნდი ხარ მერე სხვასთან განიხილავს თუ როგორი ხარ როგორ გაერთო შენით და დაიწყებენ სიცილს გამოვიარე ყველაფერი ამიტომ გემუდარები თუ შეგვხდეს ნორმალური მამაკაცი რომელსაც შენი შვილი ეყვარება და შენი სარჩენი არ იქნება გაყევი კაცი დასანდობი არ არის ის შენზე ყველგან ისაუბრებს გეყოს სისულელების ჩადენა ეხლა ეს ეხება დანიელის მამას ეხლა შვილის და მის იმიჯს გაუფრთხილდი და ამას ვაკეთებ უკვე 9 წელია მე ავირჩიე მარტო ხელა დედობა ფლირტი არის ის არ ვიცი რა არის 9 წელი ასე ვარ გაუფრთხილდი ის გიყვარდეს მისი სიყვარული გადაწონის ყველას იცოდე დედაჩემ სხვა სიტყვით უწერია და მოდი მე შავკანიანს ვიტყვი არ გაეკარო ის სიტყვას ვერ ვიტყვი ძალიან ცუდად მოიხსენიებს არა უშავს მას ასე ასწავლეს მე რა შენ მე მომატყუე თუ
თურმე სულ იმ შავკანიანთან ყოფილხარ. ესეც გაპატიე. მაგრამ დაიმახსოვრე, შენ მასეთი ხალხისთვის არ გცალია, შენი შვილი, შენი მხოლოდ მე დედას დავუმალე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მე ვგეგმავდი ჩამოსვლას, მე ის ადამიანიც უნდა ჩამოსულიყო და აი აქაზე ოჯახი, მაგრამ თან სპონტანური იყო, მე დანიელი ძალიან სპონტანურა. ბიძა ჩემო კოტე მართალიაშვილი, დედა ბიძა, ახლა ისეთი ალალი ბიძა არ არის, დედა ჩემის ბიძაშვილმა, კოტე მართალიაშვილმა კაბინეტში დამიბარა, რომ განვიხილა, აქ იყო კანადაში და სანამ მე ჩამოვიდოდი 2016 წელს, ხო? ნოემბერში 41 კვირის ვიყავი მე რომ ვიმშობიარე მე ორსული ჩამოვედი და გადავწყვით მითხრა რომ კარგი არის თუ ოჯახი დაიწყებო და მოკლედ მე ხო ნიშნებს მივყვები შინაგან ხმას და ესე წამებში გადავწყვით ოჯახის შექმნა დაორსულება ჩემი ინიციატივით რა თქმა უნდა და მე ბავშვი უნდა ჩამოვიდა და მოკლედ ის იმართლა თუ ასე შორს არც ვიხედებოდი აი იმ მომენტში რა ნიშანიც მომეცა აი ამას მივყვებოდი თუმცა ღმერთო ჩემო რა აი ეს რო დაფიქრა ესეთი ფიქრი რო დამწყმე ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდოდი რა თქმა უნდა და მადლიერე ვარ რომ სპონტანურად მოვახდინეს ყველაფერი ის ადამიანი უბედნიერესი იყო ბავშვის მამა ჩემი გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა თუმცა რა თქმა უნდა მეც უბედნიერესი ვიყავი თუმცა რო ჩამოვედი უკვე და გავიგე რომ ორსულად ვარ უკვე სხვა რამ გაიღვიძე გადავხედე თელ ცხოვრებას ჩემ ბავშვის მამა ჩემი დავინახე და იმიტომ არ უყვარდა დედა ჩემს ბავშვის მამა იმიტომ რომ პარალელს ავლებდა თავის ქმართან და უნდა დავეცავი აქ ფერზე არ იყო საუბარი აქ საუბრებარი იყო პირად ფიჩვევებზე და ასე შემდეგ ხასიათზე და ასე შემდეგ თუმცა ის ადამიანი შეიცვალა და საუკეთესო მამა არის ასე იგი და რა თქმა უნდა მოვატყუე დედაჩემ არ იცოდა რომ მე ამას გეგმა ეს დავგეგმა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება დედაჩემი უკვე გაიგო დედაშვიდან როგორც კი გამოვედი დედაჩემის ბიძაშვილიდან ეგრევე კაბინეტში იქ მაშინ იყო მართალიშვილის კლინიკა რო არის აი იქ თავისთან დამიბარა მივედი და იქიდან რო დავრეკე ბავშვის მამას და რომ ოჯახი უნდა შევქმნათ აი ესეთი გიჟი ვიყავ თუმცა მადლიერი ვარ ანა მადლობა მაგრამ ამ წარსულისგან თავისუფლების დროა წარსულში დარჩეს ანა ჩვენ ახლა ნდობით ხელგაშლი შევეკებოთ ახალ ცხოვრებას თავი მსახურეთ ანა თქვენც იმსახურებთ უთხართ ეს სიტყვები თქვენ თავსაც გახსენით გული შენი შვილი შენი ჩემი მზეა სიხარულია ბედნიერება და სიცოცხლე იცხოვრე მისთვის მიზნის მიღწევისათვის და თუ შეგვხვდა და გათხოვდი ნორმალური მეუღლისათვის მე კი ყოველდღე მეღვეწები უფალს არ დამაგდოს რომ ვინმე არ შევაწუხო თადაც თხოვ რომ თუ საჭიროა შენ სიცოცხლეს ბედნიერებას შევეწირო ხვედაჩება მართლა შეეწირე რო არა დემენცია მე არ შევიცლებოდი ძალიან გულნატკინი ვიყავი ძალიან გაფრაზებული ვიყავი და ისეთი სიტუაციები იქნებ მაპატეთ მოახლე და ისეთი სიტუაციები იქნებოდა რომ უფრო გავფრასებული ვიყავი არავინ არ მეხმარებოდა იმიტომ რომ მე არ ვაძლევდი არავის ამის უფლებას ჯერ ერთ რომ არ ვთვლიდი რომ დახმარების ღირსი ვიყავი
და მეორეს ერთიც აბა როგორ გავბრაზდებოდი ადამიანზე თუ დამეხმარებოდა და გული რო გავხსენი ზუსტად მაშინ გააკეთა მამა თომომეს ყველაფერი იკეთე რამინა ხატი ანუ იქ ერთეულები მეხმარებოდა მთელი სათვისტომო დადგა ჩვენს გვერდით საოცრად თუ საჭირო შენ სიცოცხლის ბედნიერებას შეეწირე დედა შეეწირე იცოდე ძალიან მიყვარხარ და მენატრები აცი მიხვდები თუ როგორია დედის სიყვარული შვილის მიმართ მიყვარხარ მენატრები მიყვარხარ გიალერსები გეფერები ყოველ წუთს ყოველ წამს ბედნიერი დაიყავი თავს და შვილს გაუფრთხილდი მასზე ძვირფასი არავინ არის დაიმახსოვრე მარინას ქეთის თეას ყურადღება და შენც დაიმახსოვრე მათი ყურადღება ანუ და შენც იგივე გაუკეთე მე მინდა გითხრა რომ არც მე ვერიდებოდი არავის ცუც კი არ ვაკეთებდი მაგრამ ვისაც ვუყვარდი დავყვებოდი საქეებოდ და მომაკერეს მისი საყვარელიო რატო ადამიანებო რატო იყავით ესეთი სასტიკნი როგორ გტკიოდათ თქვენც რომ ასე რაღაცას დეაჩებს ეუნებოდით არ მინდა შენ შვილს ვინმე დავძახოს ცუდად ყველაზე ძვირფასი შენი შვილია ის ვინც გამოიჩენს დის სიყვარულს ის შენ შვილსაც შეიყვარებს მაგრამ იცოდე ერთი წამით არ დატოვო შვილი მარტო მასთან სანდო არავინ არის ყველა სანდოა დიდი როდესაც შენ ხარ საკუთარი თავისთვის როდესაც შენ ხარ დობაში უპირობო სიყვარულში როდესაც თავისუფალი ხარ ტრამვებისგან როდესაც გული გაქვს გახსნილი ყველა სანდო ხდება დიდი შენთვის მიყვარხარ ძალიან ჩემო ერთადერთო იმედო კოცნი და გეხვევი შენი სიყვარულე დედა 4 წლის უკან დაწერილი წერილი წარსულიდან ნიკოლაი გუშიცი და წავიკითხა თქვენთან ერთად თითქოს ეს არის წერტილი დავუსვი წარსულს და ვეგებები ახალ ცხოვრებას მადლი დედა შენ